გამარჯობა, თქვენ სტუდიაში ტელედისკუსიას უყურებთ. მე ნინო გელაშვილი ვარ. ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მინიმალური ხელფასი 2000-დან 2500 დოლარამდე მერყეობს. აღმოსავლეთ ევროპაში 100-დან 200 დოლარამდე, ხოლო საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია. უნდა არსებობდეს თუ არა საერთოდ მინიმალური ხელფასი და როგორ უნდა განისაზღვროს მისი ოდენობა? ამის შესახებ ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ. წარმოგიდგენთ ელზა ჯგერენაიას, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, მიხეილ კორძახიას, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი ჭანტურიძეს, პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკურ ანალიტიკოს და ნიკო თათულაშვილს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. როდესაც არის ხოლმე საუბარი მინიმალური ხელფასის შესახებ, საკითხი ისმევა ასე: საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა მინიმალური ხელფასი, რადგან განსაკუთრებით ეკონომისტები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მინიმალური ხელფასი გარკვეული ბარიერია, რეგულაციაა ბიზნესისთვის. როგორ ფიქრობთ, უნდა არსებობდეს თუ არა მინიმალური ხელფასი? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მინიმალური ხელფასი არის დაწესებული თითქმის ყველა ქვეყანაში, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მსოფლიოში მხოლოდ 3 ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს უსწრებს არსებული მინიმალური ხელფასით. მინიმალური ხელფასი ზოგადად არის როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება, ასევე ეს არის საშუალება იმისა, რომ მიღწეულ იქნეს შემოსავლებში თანასწორობა. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ მინიმალურ ხელფასზე, უნდა გავითვალისწინოთ ასევე ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოში არის შრომის ანაზღაურების თანასწორობის კუთხით. და საქართველოს შრომის ანაზღაურების თანასწორობით არის მსოფლიოში 111 ადგილზე ჯინის კოეფიციენტს თუ შევხედავთ, რაც არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. ბატონო ნიკო, თქვენ რას დაამატებით? აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ბრძანდებით კვლევის ავტორი, რომელიც ებერტის ფონდთან ერთად მოამზადეთ, ეს გადაცემა ასევე იწერება ებერტის ფონდის მხარდაჭერით. რა არის ძირითადი მიგნებები ამ კვლევის და ასევე რომ განმარტოთ, რისთვის არის საჭირო მინიმალური ხელფასის არსებობა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. მართალი ხართ, რამდენიმე თვე ვატარებდით კვლევას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. მთავარი მიგნება არის ის, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფაქტობრივად არანაირი პოლიტიკა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. 99 წელს მიღებული იქნა ბრძანებულებით 20 ლარი კერძო სექტორში დასაქმებულთათვის მინიმალურ ხელფასად. შემდეგ 2005 წელს 135 ლარით განისაზღვრა უკვე საჯარო სექტორის აღმასრულებელ ნაწილში მინიმალური ხელფასი და აქ მთავრდება სახელმწიფოს პოლიტიკა. ანუ რეალურად გვაქვს ესეთი ვითარება, რომ კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი დარჩენილი არის 20 ლარზე. პრობლემა არის ის, რომ 99 წლის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობაც, სოციალური მდგომარეობაც არსებითად შეიცვალა ქვეყანაში. და მინიმალური ხელფასი ზოგადად როგორც წესი მიმული არის ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე. საშუალო ხელფასი 99 წელს წარმოადგენდა დაახლოებით 70 ლარის ფარგლებში. 67 ლარს წარმოადგენდა დაახლოებით. და 20 ლარი უკვე იყო ამ 67 ლარის დაახლოებით 30%, რაც უკვე ნორმალური იყო მასე ნორმა არის, კი. მაგრამ დღესდღეობით საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალი არის. 950 ლარია დაახლოებით, ხო? და 20 ლარი უკვე არანაირ სტანდარტებში აღარ ჩნდება და არაფერს არ აკმაყოფილებს უკვე. ანუ მინიმალური ხელფასის პოლიტიკის არარსებობაში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ იმას, რომ მინიმალური ხელფასი არ გაიზარდა. არამედ აქ იგულისხმება ისიც, რომ მინიმალური ხელფასის გადახედვის მექანიზმი უნდა არსებობდეს ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, მაშინ მინიმალური ხელფასი უნდა იზრდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მაშინ შეიძლება რომ შემცირდეს. ნუ როგორც წესი ზრდისკენ არის ტენდენცია, უფრო სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არის ესეთი შემთხვევები, როდესაც წლიდან წლამდე ხდება გადახედვა, მაგრამ იმის გამო, რომ ეკონომიკური ვითარება დიდად არ იცვლება, გაზრდაც არ ხდება, ანუ შემცირებისგან მაინც თავს იკავებენ ხოლმე, მაგრამ ჩვენთან ეს მექანიზმი არ არსებობს და რა თქმა უნდა, არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს მექანიზმი იმის, როდესაც დაწესდება უკვე მინიმალური ხელფასი,
არსებობდეს იმის მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს ზედამხედველობა მინიმალური ხელფასის, ასე ვთქვათ, ნორმების აღსრულება. დიდი მადლობა. ამ საკითხებზე ვცლად ვისაუბრებთ გადაცემის შემდეგ ნაწილებში. ბატონო მიხეილ, თქვენ წარმოადგენთ კომპანიებს, ასე ვთქვათ, დამსაქმებელთა ასოციაციას წარმოადგენთ. როგორ უყურებენ ამ საკითხს თავად კომპანიები მინიმალური ხელფასის დაწესებას? უბრალოდ გააზრდას, იმიტომ რომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოში გვაქვს უკვე მინიმალური ხელფასი. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს თემა არ ახალია. ამ წელს კიდევ უფრო რაც დინამიკაში კიდევ უფრო მწავდება, როგორც ასე ვთქვათ, ხედავთ ამ კუთხით, გარკვეულწილად ემთხვევა იმ ეკონომიკურ სიტუაციას, რომელიც არც თუ ისე საღარიბიელოა ჩვენს ქვეყანაში. ამის ასე ვთქვათ, სიღრმეებში წასვლას თუ რატო ხდება, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავად საქართველოშიც და სოფლიოში წარმოიძებნება ალბათ ადამიანი, მათ შორის ეკონომისტი და ეკონომიკური განათლების მქონე, ვინც თქვას ამ ნაწილს და ამ პოლიტიკას მიაბავდა რაიმე ასე თქვა წამახალისებელს ბიზნესის კუთხით და მთლიანად ეკონომიკის განვითარების კუთხით. ამიტომ ეს არის სამწუხარო მაგალითები, მათ შორის, როდესაც ამ პერიოდში, როდესაც საკმაოდ მწვავე სიტუაცია არის ეკონომიკური, კიდევ უფრო გამომწვავოთ ამ კუთხით და დავასახელოთ თქვა ნომერ პირველად ერთ-ერთ პირველ საკითხად ის საკითხი, რომელიც მინიმალური ხელფასის თქვა თემატიკას ეხება, რომელიც საერთოდ თვლით, რომ არარელევანტურია დღევანდელ სიტუაციაში. არარელევანტურია არა იმიტომ, რომ თქვა ვიღაცა თქვა კეთილია, ვიღაცა ბოროტია, არამედ იმიტომ, რომ რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას და უნდა ვეცადოთ ყველა მხარე, რაც შეიძლება წინსვლა იყოს ბიზნესის და ეკონომიკის და არა შეფერხება. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი თავად რეგულაციების დაწესების ნაწილში, ვინაიდან თავად ის ფაქტი, რომ 20 იქნება 40 თუ 500, არანაირად ასე ვთქვათ მნიშვნელობა არ აქვს, ამას უნდა მოყვეს აუცილებლად აღსრულებას მექანიზმი. აღსრულებას რაღაც მოყვება, ყველამ კარგად ვიცით. და რა არის თქვათ ამის ასე ვთქვათ აღსრულების მექანიზმების ყველა ის სიბოროტეები, ასე ვთქვათ სიმახინჯეები, რაც თან ზდევს ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ ალბათ სასურველი იქნება, რომ თქვათ ერთხელ და სამუდამოდ ეკონომიკურმა გუნდმა ხელისუფლების საბოლოოდ განაცხადოს და განსაზღვროს თუ რა პოლიტიკას მისდევს ამ ნაწილში, უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც ჩვენი ასე ვთქვათ ხედვა არის, რომ თავად ამ ხელფასის ასე ვთქვათ დაწესება იქნება არათუ წამახალისებელი, არამედ პირიქით შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკისთვის. ამიტომ ის რომ 20-ია თუ 25-ია თუ 500 უნდა იყოს, საერთოდ არ უნდა იდგეს ეს საკითხი. ამიტომ უნდა მოიხსნას ეს საკითხი და ის ფაქტიც რაც 99 წლიდან მოსდევს და გარკვეული პოპულიზმის თემატიკად არის ასე ვთქვათ ქცეული, ესეც აღარ იქნება. ეს არის ჩვენი პოზიცია. გასაგებია, თუმცა ჩვენ გვაქვს ესეთი შემთხვევები ქვეყანაში, როცა კომპანიებმა თავად მიმართეს მთავრობას, არ დავასახელებთ კომპანიების სახელებს, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეულწილად რეკლამით ჩაითვალოს, მათ მიმართეს საქართველოს მთავრობას, რომ გაეზარდათ ხელფასები და ადამიანებისთვის ნორმალური სამუშაო პირობები მიეცათ. ანუ თავად კომპანიები თუ გამოდიან ამ ინიციატივით, უცნაურია, რატომ არ ცდილობს იგივეს, თქვათ, მთავრობა და იგივე კითხვა მექნება თქვენთან ქალბატონ ელზა, 99 წლიდან რატომ არ მოხდა ამ ბრძანებულების გადახედვა? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თვითონ მინიმალური ხელფასის დაწესების თემას, რომელსაც ახლა ჩვენი კანონმდებლობით არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება, ცხადია დღეს ის აზრს მოკლებული აბსოლუტურად და მკვდარი ნორმაა და მეთანხმება აქ ყველა აქ მსხვდომნი. იქიდან გამომდინარე, მოქმედებს, თუმცა ის რეალურად თქვენ ვერ ნახავთ კომპანიაში, ვერც ერთ კომპანიაში ხელფასი, რომელიც მინიმალური ხელფასის ტოლფასი იყოს, ის რაც დაწესებულია კანონმდებლობით. შესაბამისად რასაკვირველია, უნდა გადაიხედოს ეს საკითხი, ანუ იმისათვის, რომ არ მოხვდეს იმ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა გვაყენებს, ასე ვთქვათ, ჭრდილს და იმის გამო, რომ სწორედ ეს ნორმა არის აბსოლუტურად დღევანდელ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო, მაგრამ რაც შეეხება მინიმალური ხელფასის შემოღებას და მის დაწესებას სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფოში ამას უყურებენ და ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული მიდგომით. ანუ პირველ რიგში ეს გულისხმობს მინიმალური ხელფასის დაწესება გულისხმობს ორი ფაქტორის გათვალისწინებას. ეს არის დასაქმებული საჭიროებების და მათი ოჯახების წევრების საჭიროებების ფაქტორს, ანუ იმ საჭიროებას და ასე ვთქვათ მეორე მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ანუ ეკონომიკურ მდგომარეობაში იგულისხმება რასაკვირველია ის
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, უმუშევრობის იქნება ეს ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და ასე შემდეგ, რომელიც შესაბამისად უკვე განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის გაანგარიშების ზოგადად ფორმულირებას და ასე შემდეგ ამ წესს. თუმცა ვიცნობთ პრაქტიკას, მსოფლიო პრაქტიკას, სადაც ევროპის ქვეყნებიდან შემიძლია დავასახელოს 7 ქვეყანა, რომელსაც ეს კანონმდებლობით არ აქვს დაწესებული, მაგრამ იქ მიმართავენ აბსოლუტურად სხვა მეთოდებს. რადგანაც სახეზე გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც იყენებს ერთი მხრივ კანონმდებლობის წესით განსაზღვრას ქვეყანაში მინიმალური ხელფასის, მეორე მხრივ არსებობს დარგობრივად მინიმალური ხელფასის დაწესება, ცალკეული დარგების მიხედვით, რაშიც დიდ როლს თამაშობს კოლექტიური ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. შესაძლებელია ეს საკითხი იყოს განხილული სოციალურ პარტნიორებს შორის, ეს იქნება სამმხრივ ფორმატი, ეს იქნება ორმხრივ ფორმატში. ის კომპანიები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ესენი არიან საერთაშორისო კომპანიები, იმიტომ რომ შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება. თუმცა მუშაობენ ჩვენთან. ხო, მაგრამ საერთაშორისო კომპანიები არიან, რა თქმა უნდა, მათ აქ თავიანთი წარმომადგენლები ყავთ და მათ შორის მათი ინიციატივით და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მხარდაჭერით გაიმართა ამაზე მსჯელობა, საკმაოდ ნაყოფიანი იყო ეს ხანგრძლივი დისკუსია, რომელსაც ესწრებოდა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კომპანიებთან ერთად ბიზნესისა და ასე ვთქვათ პროფკავშირების წარმომადგენლები, სადაც ვიმსჯელეთ იმ მიდგომებზე, რომელიც შესაძლებელია იყოს განხილული ზოგადად ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. თუმცა აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ის რისკები, განვიხილეთ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს და აქ ბიზნესის წარმომადგენელმაც ბატონო მიშამ ახსენა და კარგად მოიხსენებათ ასევე პროფკავშირების სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ვინაიდან ყველა ქვეყანაში სადაც იყო და მიმართეს არაგონივრულად და უსაბუთებლად რისკების შეუფასებლად მინიმალური ხელფასის დაწესებას, რა თქმა უნდა, ეს რისკი სახეზე დადგა, ეს რისკი არის სამუშაო ადგილების შემცირება, პირველ რიგში არაფორმალური სექტორის გაზრდა, რაც თავისთავად არც ეკონომიკისათვის და არც ზოგადად დასაქმებულისათვის სოციალური ეფექტის კუთხით, რა თქმა უნდა, სარგებლის მომტანი არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ კეთილდღეობიდან, როგორც დასაქმებულის, ასევე ზოგადად ბიზნესის და ეკონომიკის ფაქტორების გათვალისწინებით და ვიმსჯელოთ ჯამურ კეთილდღეობაზე, რას ვკარგავთ, რას მივიღებთ. ამისთვის არსებობს სხვადასხვა მიდგომები, ამის შემდგომში მოგახსენებთ მე თქვენ, რას გეგმავს სახელმწიფო და რა არის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული სამომავლო, როგორც სამომავლო პროგრესული ნაბიჯებად. ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპანიები, რომელიც ახსენეთ, იმიტომ რომ ეს არ წარმოადგენს თნიათ ბიზნეს საზოგადოებას. ეს არის ერთი სფეროს რამდენიმე საერთაშორისო აღიარებული, რა თქმა უნდა, ძლიერი კომპანიები, რომელთა, ასე ვთქვათ, გამოხატულება იყო ეს, ასე ვთქვათ, სურვილი ამ კუთხით, რომ მიმართეს ამ ნაწილში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას სხვა ფესვებიც გააჩნია, სხვა მიზნები აქვს. ის მიზნები, რომელიც წმინდა კომერციული მიზნები არის ამ კუთხით, რომელსაც ასევე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურად შეუძლიათ მიმართონ რომელიმე ქვეყნის, ნებისმიერი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნეს საზოგადოება ამას ითხოვს. ამაზე რომ გასაგებია, ზოგ კომპანიას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ზოგს არა, ხო? არ არის ამაზე საუბარი, სოციალური პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი. ზოგ კომპანიას აქვს სხვა მიზნები, ზოგ კომპანიას აქვს სხვა მიზნები. მათ შორის კომერციული მიზნები და მათ შორის ბაზარზე შესვლის მიზნებიც. ასე ვიტყოდი კორექტულად. ძალიან საინტერესოა, თავად ის რიცხვი, რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. ამის შესახებ ჩვენ დავინტერესდით მოსახლეობა რას ფიქრობს ამის შესახებ. ჩვენი ჟურნალისტი ანა დავლიანიძე გავიდა ქუჩაში და კითხა მოსახლეობას, რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი საქართველოში. ახლა შეგვიძლია რომ ნახოთ ეს სიუჟეტი და საინტერესო იქნება შემდეგ თქვენი შეფასება. რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი? 500 ლარი დაახლოებით ალბათ. ჩემი აზრით, 800 ლარზე მეტი აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ცხოვრების ხარჯებს სჭირდება ყველანაირად რა. დაახლოებით მინიმუმ 600 ლარი ალბათ, რომ დღევანდელ პირობებში გეყოს რა თვიდან თვემდე. ალბათ 1000 ლარი. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბიზნეს ხომ არ დააზარალებს?
თქვა უნდა ეკონომიკა უნდა იყოს მოგვარებული და მერე უნდა იყოს ხელფასები ასეთი. ჩემი აზრით მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 500 ლარი. რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი? 2000 ლარი. 2000 ლარი შემთხვევაში ეს ბიზნეს დააზარალებს თუ არა? არ დააზარალებს, იმიტომ რომ კარგად რო იმუშაონ და კარგად საქმეს გააკეთებენ, არაფერი პრობლემა არ იქნება. მინიმალური ხელფასი 3000 ლარი უნდა იყოს ადამიანს, რომ იყოს ყველაფრისთვის 4 სულიან ოჯახს ერთ კაცს რო კონდეს ესე. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა ესე ძნელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის აუცილებლად უნდა ფარავდეს მინიმალურ სასურსათო კალათას, რაც ჭირდება დასრულ ადამიანს, რომ ნორმალურად იკვებოს. ასევე უნდა შედიოდეს მინიმალური გადასახდელები კომუნალური და მინიმუმ კიდევ პლუს რაღაც დაუშვათ მედიკამენტებისათვის უნდა იყოს სულ მცირე რაღაცა მედიკამენტების შეძენაც უნდა შეეძლოს ადამიანს ამ ხელფასით. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ჩვენ მოვისმენთ მოსახლეობის მოსაზრება, მინიმალური რაც დაასახელეს იყო 500 ლარი, მაქსიმალური 3000 ლარი. როგორ უყურებთ თქვენ ამ რიცხვებს? რამდენად რეალისტურია მათი სურვილები? ძალიან კარგია რომ როცა ქვეყანას საშუალება აქვს რომ გადაიხადოს მინიმალური ხელფასი დააწესოს 1000 და 3000 ლარი, მაგრამ დღეს რეალურად საქართველოში საშუალო ხელფასი 2015 წლის მდგომარეობით იყო 900 ლარი. შესაბამისად 900 ლარზე ზევით უკვე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ასევე საშუალო ხელფასის 60%-ზე მეტი, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ყველაზე განვითარებულ ქვეყანასაც კი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს რეალური ეკონომიკური მდგომარეობიდან, გარდა იმისა, რომ გავითვალისწინოთ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა. საერთო ეფექტი, რომელიც საბოლოოდ უნდა მივიღოთ, უნდა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ეს იქნება დანაკარგი ეკონომიკური კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩავატარეთ შესაბამისი გათვლები და ასეთი შედეგი მივიღეთ, რომ ყველაზე მაქსიმალური ამ მომენტისთვის, რაც უნდა იყოს მისაღწევი, არის საშუალო ხელფასის 30% და ამის მიღწევა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რამოდენიმე ეტაპის განმავლობაში, იმისთვის, რომ არ მოხდეს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის გამოწვევა. და ეს 30% რეალურად მიღწევადია, ვინაიდან მთლიანად ამ დონის მისაღწევად საჭირო იქნება მთლიანი ხელფასის ფონდის მხოლოდ 3%-ით ზრდა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესის ხელფასის ფონდის 9%-ით ზრდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში 6-დან 11%-მდე იყო ხელფასის ფონდის ზრდა, ხოლო 2015 წელს 10%-იანი ზრდა იყო, სრულიად რეალურია, რომ 2 წლის განმავლობაში 4.5%-ით ზრდა მოხდეს იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ყველაზე დაბალი აქვთ ხელფასი. შესაბამისად, ეს 30% შეადგენს დაახლოებით 280 ლარს. დიდი მადლობა. ბატონო ნიკო, ეს რიცხვი 280 ლარი რეალისტურია, რომ დღეს იყოს მინიმალური ხელფასი 280 ლარი საქართველოში? დავიწყებ იმით, რომ აქ ცოტა განსხვავებული პოზიციები გვაქვს ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. ჩვენ კონკრეტულ განსხვავებული პროკავშირებისგან, ჩვენ კონკრეტული ციფრი არ დავასახელეთ ამ კვლევაში, ანუ აქ გაიყო კვლევა ჩავატარეთ ერთად, მაგრამ აქ გაიყო ჩვენი მოსაზრებები. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს ძალიან არსებითი კვლევა ყველა დარგის, ყველა რეგიონის, შეიძლება ქალაქების მიხედვითაც კი. და მხოლოდ ამის შემდეგ და რა თქმა უნდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რა ვითარებაც დღესდღეობით საქართველოში არსებობს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ ციფრებზე. გასაგებია, თქვენ რატომ ხართ კვლევის წინააღმდეგი? რა იწევს სხვადასხვაობას? მე დავამატებ ამას თუ შეიძლება. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ნიკოს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ისეთი წარმომადგენლობით ან რეპრეზენტატული კვლევა დღემდე არ არსებობს ცალკეული დარგების, ამ დარგებში ამ სპეციალობების მიხედვით. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯეოსტატს, ანუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს წარმოადგენელი აქვს მხოლოდ ის კვლევის შედეგები, რომელიც გამოდის თითოეული ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ნაისის მიხედვით, სადაც დაჯამებულია ბიზნეს კომპანიებიდან ეს ხელფასები. ანუ სადაც შედის ამ წარმოდგენილი ხელფასებიდან არის იქ როგორც ხელმძღვანელის, ასევე რიგითი და საშუალო რგოლის თუ დაბალი რგოლის წარმოადგენლის ხელფასები. ანუ იქ ჩაშლილი არ არის ნამდვილად სპეციალობების მხრივ იმ ხელფასების ჭრილში
ეს სურათი დღეს არ არის. ამიტომაც მსოფლიო ბანკთან ერთად და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო სწორედ ამ თემაზე საუბარი, იმისათვის რომ ჯერ მოხდეს შრომის ბაზრის სურათი შესწავლა. ჩვენ რამდენიმე წელია უკანასკნელი წლებია რაც დავიწყეთ შრომის სფეროში რეფორმების განხორციელება, დავიწყეთ კანონმდებლობის კუთხით. ეს მხოლოდ კანონმდებლობას არ ეხება, ეს ეხება შრომის ბაზრის ანალიზის სისტემის შექმნას, სადაც უნდა იყოს სრული სურათი საქართველოში არსებული ტენდენციების, მოთხოვნის, მიწოდების, პროგნოზირებადი პროფესიების შესახებ, რომელიც კვლევის გარეშე, თან ეს უნდა იყოს სისტემატიური, რეგულარული კვლევის გარეშე და ერთ-ერთ კვლევად, რასაკვირველია, გადაწყდა ხელფასების ჭრილში, სწორედ მთელი საქართველოს მასშტაბით, აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ რეგიონების ჩათვლით, მეთოდოლოგიაზე, როგორც ვიცი, დასრულებულია მუშაობა, ამ კვლევას განახორციელებს ისევ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შესაბამისად მე ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღებს, როდის იქნება კვლევის შედეგები, რომელიც შემდგომ უკვე გამოკვეთავს, არა, 2 წელზე, 5 წელზე ნამდვილად არ არის საუბარი და გამოკვეთს ნამდვილად იმ ნათელ სურათს, კონკრეტულად რა სიტუაცია საქართველოში ამ სპეციალობების ცალკეული დარგების მიხედვით ხელფასების ჭრილში. თუმცა იქამდე ადამიანები საქართველოში ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობენ, აი ასეთი სტატისტიკა გვაქვს, დაახლოებით 62,000-მდე ადამიანს საქართველოში აქვს საარსებო მინიმუმზე, ანუ 163 ლარზე ნაკლები ხელფასი, ხოლო 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 25,000 ადამიანს. აი იქამდე სანამ ის კვლევა ჩატარდება, ბატონო ნიკო, რა ქნას ამ ადამიანებმა, რა გააკეთონ? რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენ ამ ადამიანების რთული ვითარება, მაგრამ აქ ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ შეიძლება. იმიტომ რომ მართალია შეიძლება ბიზნესი ჩვენ აღვიქვავს როგორც რაღაც დაპირისპირებულ მხარეს, მაგრამ ესე არ არის ნამდვილად. ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ ბიზნესაც ჰქონდეს, ასე ვთქვათ, თავისი პირობები იმისათვის, რომ ფუნქციონიროს. ნებისმიერ ქვეყანაში, წარმატებულ ქვეყანაში, სადაც ეს რეფორმა წარმატებით ჩატარდა, ნებისმიერ ქვეყანაში ამას დასჭირდა დრო. ეს არის დაახლოებით, საუბარი არის დაახლოებით 1 წელიწადზე. იქნება სპეციალური კომისია, მე არ ვიცი სტატისტიკის დეპარტამენტში ვინ კონკრეტულად ვინ ჩაატარებს ამას, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ ჩაატარებს, იმიტომ რომ აქ უნდა იყვნენ წარმოადგენლები, როგორც ყველა მხარის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, დამსაქმებლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ, დასაქმებულების წარმომადგენლები უნდა იყვნენ, ხშირ შემთხვევაში არიან მეცნიერ-მუშაკები, ჩართულები, ექსპერტები ამ საქმეში, ანუ მიუკერძოებელი, ასე ვთქვათ, ექსპერტები. იმისათვის, რათა მოხდეს ყველა მოსაზრების და ყველა ხედვის გათვალისწინება. აი ამის შედეგად, ამას შეიძლება 1 წელი დასჭირდეს, შეიძლება წელიწადნახევარი, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც, ალბათ ქვეყანის სიდიდესაც გააჩნია, ჩვენ შემთხვევაში ვფიქრობ 1 წელზე მეტი ამას არ უნდა დასჭირდეს და აი ამის შემდეგ უკვე მათ ისინი აძლევენ რეკომენდაციას სახელმწიფოს და მთავრობას და ეს რეკომენდაცია ფაქტიურად ხელმოწერილი არის ბიზნეს სექტორის მიერაც, ხელმოწერილი არის დამსაქმებელთა ორგანიზაციების მიერაც, ანუ არავინ არ არის იდეაში ამ რეკომენდაციების წინააღმდეგი და შესაბამისად სახელმწიფოსთვის უფრო ადვილი არის აითვისოს ეს რეკომენდაცია და გაითვალისწინოს. როგორც წესი ხდება ეს, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან მძიმე სოციალური ფონი არის დღეს ქვეყანაში, თუმცა ხელფასების გაზრდა არ არის ისეთი არ არის ის ასე ვთქვათ აქტი, რომელიც შეიძლება ერთ დღეს ცით განხორციელდეს, ვთქვათ ვიღაცამ კაბინეტში მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, ეს არის პროცესი. უნდა მოხდეს ჯერ ძალიან არსებითად შესწავლა და შემდეგ ამ არსებითი შესწავლის შედეგად განსაზღვრა იმის, თუ რა უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. მინიმალური ხელფასი შეიძლება იყოს განსხვავებულიც დარგების მიხედვით, რეგიონების მიხედვით, ქალაქების მიხედვით. ვიმსჯელთ იქამდე მინდა რა დავაზუსტოთ. თქვენ დღესვე მოითხოვთ, რომ თქვათ, აი არის რავადაში მოითხოვთ, რომ გაიზარდოს მინიმალური ხელფასი 280 ლარამდე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამაზე დაიწყოს მუშაობა, კვლევა ახსენეთ წეგან, ჩვენ ნამდვილად არ ვართ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ კვლევა ჩაატაროს, პირიქით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ჩაატაროს კვლევა, თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს აქვს პირველად მეტი რესურსი და საშუალება ინფორმაციის მოპოვებისა. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვცდილობდით მოგვეპოვებინა გარკვეული ინფორმაცია, თუნდაც სახელმწიფოს ხელთ არსებული, ამაზე ვიღებდით ასეთ პასუხს, რომ ამ ინფორმაციას დამუშავება ჭირდება და არ აქვს დრო რომ დაამუშავონ. შესაბამისად, თუ სახელმწიფო თვითონ დაამუშავებს ამ ინფორმაციას, რაც აქვს და კიდევ მოიპოვებს დამატებით ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს პირიქით ამ პროცესის დაჩქარებას. ძალიან დიდი მადლობა. დიახ, ბატონო ნიკო, თქვენ საუბრობდით ამ კვლევის შედეგად, როგორ
რა მოხდება ხო ამ კვლევის ჩატარების შემდეგ? ამ კვლევის ჩატარების შედეგად ვამბობდი იმას, რომ შეიძლება მინიმალური ხელფასი იყოს განსხვავებული სხვადასხვა დარგების მიხედვით. შეიძლება ზოგიერთ დარგში დაწესდეს სუბმინიმალური ხელფასიც, რაც გულისხმობს თუ შეიძლება რომ განვარტოთ. რაც გულისხმობს იმას, რომ სტანდარტული მინიმალური ხელფასზე კიდევ უფრო დაბალი იქნება სუბმინიმალური ხელფასი და ეს ძირითადად სახელმწიფოები ამას იყენებენ, როდესაც საუბარი ეხება ახალგაზრდების დასაქმებას, იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება, რომ შრომის ბაზარზე შევიდნენ. ეს მინიმალური ხელფასი შეიძლება განსხვავებული იყოს ასევე რეგიონების მიხედვითაც, ქალაქების მიხედვითაც შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ამის გადაწყვეტა ახლა ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ არსებითი კვლევა ამ თემებზე არ ჩატარებულა საქართველოში არასოდეს, ან თუ როდისმე ჩატარებულა, ის კვლევა უკვე მოძველებულია. ამიტომ ეს უნდა ჩატარდეს დღეს და ძალიან კარგია თუ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან კარგად უნდა გაიწეროს მეთოდოლოგიაც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნებიან ამ კვლევაში ჩართულები, იმისთვის რომ კვლევის შედეგები შემდეგ არც ერთ მხარის მიერ სადავო არ გახდეს. როგორც უკვე აღნიშნეთ, დაიწყეთ ამ კვლევაზე მუშაობა, ხო, ან მეთოდოლოგიაზე მიმდინარეობს. მეთოდოლოგიაზე, როგორც ვიცი, ეს არის ეროვნული სამსახურის სტატისტიკის ეროვნული სამსახური მუშაობს ამ კვლევის მეთოდოლოგიაზე. რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ჯერ ჩამოყალიბებული სწორად, შემდეგ ის კვლევის შედეგები, რომელიც დაიდება საბოლოოდ, უნდა გახდეს რისკის შეფასების წყარო და ეს სწორედ ეს რისკების შეფასება უნდა მოხდეს იმ კომისიური წესით, ანუ ის საექსპერტო, ის სამხრივი, ანუ სოციალური პარტნიორების ჩართულობით, რასაც ჩვენ გეგმავთ სამომავლოდ, თორემ იქნება საბოლოო სურათი, რასაკვირველია კვლევა, რომელიც წარმოადგინა ერთობლივად პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობამ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ერთ-ერთი დამატებითი რესურსი იქნება კიდევ ერთხელ და იქნება საშუალება, რომ შემდეგ ჩაერთონ ისინი როგორც სოციალური პარტნიორები და ასევე სამუშაო ჯგუფის წევრები გახლავთ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი და იქნება რა თქმა უნდა განხილვა, მსჯელობა, შეფასება რისკების და კონკრეტული წინადადებების წარმოქმნა. აქ მხოლოდ კვლევის თემით არ შემოვიფარგლებით, რასაკვირველია უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, ის გამოცდილება და შესაძლებელია გახდეს ასეთი ფორმატი, მუშაობის ასეთი ფორმატი გახდეს ახალი მიდგომების შეთავაზების, ახალი წინადადებების და რეკომენდაციების შეთავაზების წყარო. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, 280 ლარი იყო შემოთავაზებული, ანუ საშუალო ხელფასის მე-13, ხო? დაახლოებით. აი ეს რიცხვი რამდენად მისაღები იქნება ბიზნესისთვის, როგორ ფიქრობთ? და საერთოდ თუ არსებობს რაღაც ზღვარი, რის შემდეგაც გაუჭირდება, რის შემდეგაც იქნება დაბრკოლება ბიზნესისთვის მუშაობა. არა, აქ როგორც ითქვა, ამაზე სრულად დავეთანხმებთ. აქ ციფრებზე არ უნდა იყოს ხა შეჯიბრი, ვინ რამდენს იტყვის და ნახეთ თქო ამ შეჯიბრში საწავედით, ხო? აქ თავი არის პრინციპული გადაწყვეტილების მიღება. უნდა არსებობდეს საერთოდ თუ არ უნდა არსებობდეს. ეს არის თქო სააგზნობლად, ასე თქო მნიშვნელოვანი. თუ თქვა საზოგადოება, როდესაც 1 წლის, 2 წლის თუ როდესაც მივა იმ აზრამდე და პირველ რიგში ეკონომიკური გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს შემდგომში ვითარებაზე, რა სიტუაციაც მოყვება ამას, რომ უნდა არსებობდეს, ეს შემდეგი თემა არის, თქვა 280 იქნება თუ 580. ამიტომ დღეს ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს, რომ რაღაც დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და თან რომ მოესპოს ის პოპულიზმიც ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გავაუქმოთ ის ბრძანებულება, რომელიც არსებობს დღეს ის 20 ლარიანი აბსურდული ბრძანებულება, მანამ სანამ არ დადგინდება ან ერთი ან მეორე. დღეს პოზიცია ასეთი გვაქვს, რომ საერთოდ უნდა იყოს ამაზე საუბარი გადაწყვეტილებაზე დაკავშირებით. გასაგებია, თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება რომ გაუქმდეს ის ბრძანებულება? რასაკვირველია, გადახედვის როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული შესაძლებლობა განიხილება, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად არ მუშაობს რეალურად ეს 20 ლარიანი, ის შრომის ანაზღაურება, რომელიც განსაზღვრულია ამ ნორმატიული აქტით და შესაძლებელია, ცხადია, იყოს განხილული ის მიდგომები, არამატო კანონმდებლობის შემოღებით, არამედ, ასე ვთქვათ, განვიხილოთ მეორე ალტერნატივა, დარგების მიხედვით განისაზღვროს კოლექტიური მოლაპარაკებების ამდენად იქნება სარგებლიანი ქვეყნისთვის კოლექტიური ხელშეკრულებების წახალისების და ეს ესეთი მიდგომები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ისევ სამხრივი კომისიის ფარგლებში, რაც არის სწორედ არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ცალსახად ესეთი იმპერატიულად გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან
ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი ახლა ჩამოყალიბებული სოციალური დიალოგის ინსტიტუტი, რომელიც სწორედ ამ პროცესების, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დიდ როლს თამაშობს. ან თუ შეიძლება ცოტა უფრო ნათლად რო ვთქვათ მაყურებლებისთვის, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არა მინიმალური, განისაზღვრება თუ არა მინიმალური ხელფასი ყველა დარგში. მაყურებელს რომ უფრო ნათლად განუმარტოთ თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით უნდა იცოდეს, რამდენად კარგად იციან თითქმის არა პროფესიონალმაც კი იცის იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ხარჯი ბიზნესისთვის ძალიან სენსიტიურია და ის ასახავს მინიმალური ხელფასის გაზრდა ავტომატურად გამოიწვევს სწორედ იმ რისკებს, რითაც შეიძლება უპასუხოს დამსაქმებელმა სამუშაო ადგილების შემცირებით. ანუ შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდოს ქვეყანაში, როდესაც მხოლოდ მინიმალური ხელფასის გაზრდა არ წარმოადგენს სიღარიბესთან ბრძოლის ეფექტურ, ასე ვთქვათ, იარაღს, მხოლოდ ერთ-ერთ იარაღს, ამისთვის არსებობს კიდევ სხვა მექანიზმები, რომელსაც იცნობს განვითარებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები, საერთაშორისო პრაქტიკაც ამას აჩვენებს, აუცილებლად პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს და დაწყებული გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა, როგორც არის აქტიური პოლიტიკა, გადამზადების სერვისი, რომელსაც თავაზობს სახელმწიფო სამუშაოს მაძიებელს, რომ ის ადამიანი, რომელიც გამოთავისუფლდება, შესაბამისად ადვილად მოხდეს მისი ინტეგრაცია ალტერნატიულ შრომის, ასე ვთქვათ, ბაზარზე. ამისთვის არის საჭირო სურათი, ამ სურათისთვის კი იქმნება სწორედ ეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც აქამდე ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ბოდის გიხდით, მაინც ვერ მივიღე პასუხი ჩემს შეკითხვას. ანუ ის რომ იქნება თუ არა მინიმალური ხელფასი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მე აღვნიშნე კიდევ ერთხელ, ეს არის გადასაწყვეტი არა მარტო სახელმწიფოსი, როგორც ესეთი იმპერატიულად, ეს არის გადაწყვეტილება, უნდა იქნას მიღებული სოციალური დიალოგის ფორმატში სამივე მხარის მიერ, ბიზნესის ჩართულობის, პროფკავშირების და სახელმწიფოს ეს გვაქვს ეს ინსტიტუტი, კიდევ ერთხელ განუმარტავთ თქვენს მაყურებელს, მინიმალური ხელფასის შემოღება თუ ალტერნატიული შემოსავლის ანაზღაურების განსაზღვრა, ეს წინადადებები იქნება წარდგენილი, ამისთვის კვლევა ჩატარდება და ის კომისიაც დადებს შესაბამის რეკომენდაციებს. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, თუ არ მიიღებს სახელმწიფო, თუ არ გადაწყვეტს, რომ დაწესდეს მინიმალური ხელფასი ყველა სფეროში და შესთავაზებს ალტერნატიულ გზებს, რაზეც ქალბატონმა ელზამ ისაუბრა, სიღარიბის შესამცირებლად, ეს თქვენთვის მისაღები იქნება, დამაკმაყოფილებელი იქნება? ალტერნატიულ გზებში რას გულისხმობთ? გულისხმობ იმას, რომ თქვენ დასაქმების შრომის ანაზღაურება, ცალკეული კოლექტიური მოლაპარაკებების და კოლექტიური ხელშეკრულების ფორმებში. ზოგადად კოლექტიური მოლაპარაკება საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ რაღაც დონეზე უნდა არსებობდეს ეროვნული მინიმალური ხელფასი, ხოლო შემდგომ უკვე ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, კოლექტიური მოლაპარაკების ფარგლებში უკვე განსხვავებული მინიმალური ხელფასი დავაწესოთ კონკრეტულ დარგებში. ანუ მაინც მოითხოვთ მინიმალურ ხელფასს. რაღაც დონეზე ეროვნული მინიმალური ხელფასი მაინც უნდა არსებობდეს. ალბათ ისევ 280 ლარის გარშემო ტრიალებთ, ხო? ეს არის ეტაპობრივად მისაღწევი მაჩვენებელი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღესვე უნდა გახდეს 280 ლარი. გასაგებია, მაგრამ დაახლოებით რა პერიოდში წარმოგიდგენიათ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2 წლის განმავლობაში ეს მიღწევადი მაჩვენებელი. ბატონო ნიკო, თქვენ რას ფიქრობთ აი ამ მიდგომაზე, რაც ქალბატონმა ელზამ გააჟღერა? ესე ვთქვათ, დასაქმებას შეეწყოს ხელი სხვადასხვა პროგრამებით და ვთქვათ, მინიმალური ხელფასი შეიძლება არ იყოს პანაცეა, ხო? რა თქმა უნდა, დავეთანხმები მაშინ, რომ მინიმალური ხელფასი არ არის ერთადერთი გამოსავალი. თუმცა ვინაიდან ჩვენ აქ მინიმალურ ხელფასზე სასაუბროდ შევიკრიბეთ, ამიტომ ვსაუბრობთ მხოლოდ მინიმალურ ხელფასზე. თუმცა სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ძალიან ბევრი წახნაგი აქვს და შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცაზე ვისაუბროთ. მაგალითად, კოლექტიურ ხელშეკრულებებზე. კოლექტიური ხელშეკრულებების ეგრეთ წოდებული კულტურა საქართველოში ნაკლებად არსებობს და მეთანხმებით, მართლა ძალიან რთული მისაღწევი არის ამ კულტურის დამკვიდრება და იმ ქვეყნებში, სადაც ეს წარმატებით მუშაობს, იქ ცოტა სხვა ვითარება არის, თუნდაც პროფკავშირების სიძლიერის მხრივ, იმიტომ რომ კოლექტიური მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის, რომ მონაწილე მხარეები იყვნენ თანაბარ დონეზე. ანუ ძალა მონაწილე მხარეებს შორის გათანაბრებული, ძალა იყოს გათანაბრებული მონაწილე მხარეებს შორის. ანუ ერთნაირად ძლიერები იყვნენ მონაწილე მხარეები.
რაც საქართველოს ვითარების და მდგომარეობის გათვალისწინებით ცოტა რთული მისაღწევია და ამეთანხმებით ძალიან ძლიერი არის მაგალითად შვედეთში, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან ძლიერი არის პროფკავშირები. შესაბამისად იქ ცოტა სხვა ვითარება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კოლექტიურ შეთანხმებებზე და კოლექტიურ ხელშეკრულებებზე შეიძლება რა თქმა უნდა ვიმუშაოთ და ვიფიქროთ მუდმივ რეჟიმში და შეიძლება რომ განსაკუთრებით რაღაც დარგები გამოიყოს, სადაც ეს უფრო აქტუალური იქნება. მაგრამ ამის მიუხედავად მე მაინც ვთვლი, რომ მინიმალური ხელფასი განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლი. ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს გენდერული უთანასწორობის სამუშაო ადგილებზე, მათ შორის ეს გამოიხატება ანაზღაურების დროსაც კი. როგორც წესი, მამაკაცებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ვიდრე ქალებს, არიან უფრო მაღალ პოზიციებზე ვიდრე ქალები და როდესაც არის ხოლმე საუბარი მინიმალურ ხელფასის დაწესებაზე, აქ მოიაზრება ისიც, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ამ უთანასწორობის შემცირებას. როგორ ფიქრობთ, არის ეს ერთ-ერთი გამოსავალი? უთანასწორობის შემცირებას რაც შეეხება ჩვენ მუშაობთ ამ სამუშაო ჯგუფის სამხედრო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მუშაობთ სწორედ აი ამ დისკრიმინაციული ნორმების აღმოფხვისთვის შესაბამისად მომზადებულია ინიციატივები, წინადადებები, რომელიც ეხება თანაბარ ანაზღაურებას, თანაბარი შრომისთვის, ერთნაირი შრომისთვის, შესრულებული სამუშაოსთვის. შესაბამისად ეს განხილულია, შეთანხმებულია, ბიზნესი ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ არის და არის სამხრივი შეთანხმება იმისათვის, რომ ქვეყანაში უნდა დადგეს ეს რეალობა, რომ არსებობდეს ერთი და იგივე სამუშაო შესრულებისთვის, რომელიც კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რაც აქამდე დღემდე არ იყო, შრომის კოდექსზე მაქვს მესაუბარი, შრომის კანონმდებლობაში. ის იქნება ერთ-ერთი მუხლი, რომელიც და ერთ-ერთი ნორმა, შეტანილი ცვლილება, რომელიც იქნება ერთ-ერთი გარანტი იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ესეთი ბალანსი. ალბათ ისევ სიცხადისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმე აშიგობს. ალბათ თქვენ ეხმობთ იმ სტატისტიკას, რაც ჯეოსტატი აქვეყნებს დარგობრივ ჭრილში, რა გენდერული, ასე ვთქვათ, ხელფასების საკითხი არის. აქ ცოტა ალბათ უნდა გავერკვიოთ, ვინაიდან არცად დაწუნებული ვარ, არც ჩვენთანგანს არ გვსმენია რომელიმე კერძოში თუ სახელმწიფოში მიდგომა, რომ ერთი და იგივე პოზიციაზე, იმიტომ რომ ქალბატონია ნაკლებს აძლევდნენ. ესეთი რამე არ ხდება. ანუ აშკარა ფაქტი დისკრიმინაციის იმისა, რომ თქვა, თუნდაც თქვა, წამყვანი ოპერატორი ამ ნაწილში რომ აუცილებლად ქალი, ამიტომ ნაკლებს აძლევენ, ასეთი ფაქტი პრაქტიკულად არ არსებობს. არათუ თეორიულად. უბრალოდ მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე ძირითადად არიან მამაკაცები. აქ საკითხი არის კარიერული წინსვლის პრობლემატიკაზე და არა ვთქვა იმაზე, რომ თქვა აშკარად დისკრიმინაცია გვაქვს რომელიმე სამუშაო ადგილზე. აქ არის კარიერის პრობლემა და არა მარტო შრომითი ურთიერთობის პრობლემა არის. აქ არის თქვა სოციალური პრობლემა, აქ არის ოჯახური მენტალური პრობლემა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, ეს არ არის დღეს ჩვენი საუბრის თემა, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა ამ რეპლიკისთვის. ბატონო გიორგი, როგორ მიგაჩნიათ, რა ჯობს საანგარიშო პერიოდად, რა უნდა იყოს აღებული, ანაზღაურება უნდა იყოს ყოველთვიური თუ საათობრივი? ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიღებული საანგარიშო პერიოდი არის საათობრივი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ საათობრივი ანაზღაურება საკმაოდ დიდ კონტროლს მოითხოვს შემდგომ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყოველთვიური ანაზღაური მინიმალური ხელფასი უფრო მისაღები იქნებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ არასრულ განაკვეთზე დასაქმებულებს არ შეექმნათ პრობლემა დასაქმების კუთხით, ამიტომ მათთვის უნდა არსებობდეს გამონაკლისი და ანაზღაურება შეიძლება დაითვალოს საათობრივადაც. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ნიკო, თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი შემდეგ როგორ იქნება მინიმალური ხელფასის დაწესების შემდეგ. რა პრობლემებს ხედავთ ამ მიმართულებით? ჯერჯერობით ვერანაირ პრობლემებს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ესეთი დაწესებული მინიმალური ხელფასი არ არსებობს. და იმ შემთხვევაში თუ დაწესდება, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იქნება იმის საჭიროებაც, რომ განხორციელდეს კონტროლი მის აღსრულებაზე. ამას სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად არეგულირებენ, სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევაში სხვადასხვანაირად ხდება. არის მაგალითად შემთხვევები, როდესაც გადასახადების მოკრეფაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან, ასევე მაკონტროლებელი ორგანოები მინიმალური ხელფასის გადახდაზე. არის ძალიან ხშირად შემთხვევები, როდესაც შრომის ინსპექცია ახორციელებს ამაზე კონტროლს და
ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ეს არის, რომ შრომის ინსპექცია ჩაერთოს ამ საქმეში. მაგრამ რა თქმა უნდა, შრომის ინსპექცია იმ ფორმით, როგორიცაც დღეს არსებობს, ალბათ ამას ვერ შეძლებს. უნდა მოხდეს დახვეწა თვითონ შრომის ინსპექციის. მაგრამ ეს ისევ და ისევ უფრო შორეული გეგმები არის, ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ძალიან არსებითი კვლევა, ჩამოყალიბდეს უკვე ძალიან კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს მინიმალური ხელფასი და როგორ უნდა ხდებოდეს მისი გადახედვა, იმიტომ რომ ეს გადახედვის მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში ჩვენ აღმოჩნდებით, ან ჩვენი შვილები აღმოჩნდებიან დაახლოებით იგივე სიტუაციაში, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, რომ 99 წელს შემოღებული მინიმალური ხელფასი იმის გამო, რომ გადახედვის მექანიზმი არ არსებობს, დღეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება საერთოდ ამ თემაზე საუბარი. რა პერიოდულობით არის მიზანშეწონილი გადახედვა? ამის ისევ და ისევ ჩვენ ამის გამოსილება ჩვენს ქვეყანას ამის გამოსილება არ აქვს. სხვა ქვეყნის გამოსილებით ეს ხდება წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ. და ხდება გადახედვა ამის სპეციალური კომისიის მიერ, იმიტომ რომ ეს კომისია, რომელიც ამ კვლევებს ჩაატარებს, ეს არ არის დროებითი კომისია, უბრალოდ არ უნდა იყოს დროებითი კომისია, ბევრ ქვეყანაში ეს არ არის დროებითი კომისია. ეს არის მუდმივ მოქმედი კომისია, რომელიც სამხრევი წარმომადგენლობის პრინციპზე არის აგებული, რომელიც ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ ახალ რეკომენდაციებს გამოსცემს მთავრობისთვის. და როგორც წესი, მთავრობა ამას იზიარებს ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეკომენდაციებს ეთანხმება როგორც დამსაქმებელთა წარმომადგენლები, ასევე დასაქმებულთა წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. თუ შეიძლება ქალბატონელზე მოკლედ რომ შევაჯამოთ, რას უნდა ელოდოს ახლა დასაქმებული ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, მათ შორის შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს საარსებო მინიმუმს. რას უნდა ელოდოს თქვენგან? მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრეთ ჩვენ, რაც აქვს გადაწყვეტილი სახელმწიფოს, ანუ დისკუსია და მსჯელობა, რისკების შეფასება, კვლევის ანალიზის, კიდევ ერთხელ მისი გადახედვა და შესაბამისად კონკრეტული წინადადებების დამუშავება და მისი წარდგენა სამხედრო კომისიისთვის. რაც შეეხება დასაქმებულისთვის იმისათვის, რომ გახდეს პროდუქტიული დასაქმება, იმისათვის, რომ იყოს ღირსეული შრომა, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს, როგორც მოგახსენეთ, ეს კონკრეტული პროგრამებიც აქვს დასახული, თუმცა კონკრეტულად ჩვენი სამინისტროს ერთი სამინისტროს პრეროგატივა ნამდვილად ვერ იქნება ღირსეული დასაქმება და ეს არის ზოგადად ეკონომიკური ვითარების იმ ეკონომიკური განვითარების მას მოაქვს, ვინაიდან განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობის მრავალრიცხოვანი ფირმები ოპერირებენ და შესაბამისად, რაც უფრო მეტი ფირმა ოპერირებს ბაზარზე, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქნება. ამისათვის საინვესტიციო გარემო უნდა კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და მათი იმისათვის, რომ სამუშაოს არამედ დასაქმებულებმა, არამედ სამუშაოს მაძიებლებმა მოიპოვონ და ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის შრომის ბაზარზე ეს ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვანონსებ თქვენს გადაცემაში, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, სადაც მიეწოდება მუდმივად განახლებული ინფორმაცია მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მათ სწორედ ამ მიგრაციას თუნდაც ერთი სექტორიდან მეორე სექტორში, რათა არ განიცადონ, რა თქმა უნდა, ეს უმუშევრობის მსხვერპლი არ გახდნენ. ამაზე ორი სიტყვით თუ შეიძლება წელენ გისმენთ და მინდოდა მეთქვა, მაგრამ სხვა თემებზე გადავიდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ამაზე მუშაობს სკანდინავიის ქვეყნები, მაგალითად ძალიან სერიოზულად. ეგრეთ წოდებული flexicurity-ის პრინციპი ჰქვია, ანუ flexibility და security, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ დასაქმებულს უნდა შეეძლოს ადვილად გადავიდეს ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე და მეორეს მხრივ მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სხვა სამსახური მონახოს აუცილებლად. ანუ ეს თვითონ დამსაქმებლებისთვისაც ხელსაყრელია, იმიტომ რომ მათ შეეძლებათ, რომ თავისუფლად გაუშვან თანამშრომელი იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და უკვე დასაქმებულს, რომელსაც გაუშვებენ, მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ადვილად იშოვოს სამსახური იმ შემთხვევაში, თუ წინა დამსაქმებელთან რაღაც არ გაუმართლა. დღესდღეობით ეს ვითარება არ გვაქვს, პირველი რასაც გეკითხებიან ახალ სამსახურში, ეს არის თუ რატომ მოდიხარ წინა სამსახურიდან. და პირველ რიგში გთხოვენ რეკომენდაციას წინა სამსახურიდან, რაც ძალიან აფერხებს აი ამ მოქნილობას, რაზეც თქვენ საუბრობთ და ძალიან მივესალმები, ძალიან კარგია თუ ამაზე მუშაობა მიდის. ძალიან მოკლედ შეიძლება. ელოდეს დასაქმებულები, ალბათ აქაც გარკვეული რეკომენდაციის სახით შეიძლება ჩემი მხრიდან.
ალბათ ნეგატიურ ჭრილში ისევ და ისევ პოპულიზმს და ელოდოთ, რომელიც არაფერს არ მოგვიტანს და პოზიტიურ ჭრილში უნდა ველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთს. არანაირი თქვა კანონის ჩაწერა 500 იქნება თუ 3000 ვერ გვიშველის, თავარი არის რომ პირველი, რომ თქვენ უნდა გახდეთ კონკურენტუნარიანი კიდევ უფრო უკეთესად. ანუ იმიტომ რომ აიძულოთ, შეიძლება არ უნდა ვიძახდე, დამსაქმებელი, რომ რაც შეიძლება ღირებული იყოთ. ესაა ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, მესიჯი. გამორიცხული ამ პოპულიზმმა შედეგი მოგიტანოთ სახში. სახში შედეგს მოგიტანთ, ხოლმე მაშინ, როდესაც კონკურენტუნარიანი იქნებით იმაზე მეტად, ვიდრე დღეს ხართ. რაც უფრო ღირებულია, თქვენ ყიდით შრომას და გაყიდეთ, რაც შეიძლება ღირებულად, რაც შეიძლება მეტად, თუ კი ამას მიაღწევთ. იმიტომ წერია აქ პირველ ადგილზე განათლება. ასე რომ მიაღწიეთ იმას, რომ რაც შეიძლება ძირითადად იყოთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთხოვნადი. ამით ყველაფერი მოგვარებადი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, თუ გსურთ რომ რაიმე დაამატოთ. სახელმწიფო აუცილებლად უნდა ეცადოს ამ თანასწორობის შემცირებას, რომელიც არის შემოსავლებში, ადამიანთა შემოსავლებში. ამიტომ მარტო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე არ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ახლა გადაცემა. მე ვთხოვ ჩვენს მაყურებლებს, რომ გამოგვეხმაურონ, გაგვიზიარონ თავიანთი მოსაზრება, დაგვისვენ შეკითხვები, იმედი მაქვს, რომ თქვენ ჩაერთვებით, უპასუხებთ მათ შეკითხვებს, ველით თქვენს გამოხმაურებას ჩვენს Facebook გვერდზე და ჩვენს საიტზე. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.